მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარულს თქვენ ყოველთანა ამინ. გავძლევთ სიყვარულს ყოველთვის სიყვარულს დროს თავად საქმეებას ვახსენებთ და არაფერი ისეთ თავარი და მნიშვნელოვანი არ არის სიყვარული. როცა ღმერთი შენში არის, შეგრძნება იმისა რომ ღმერთი შენშია და შენ რო ეზიარები და ღმერთთან ხარ ის არის რომ სიყვარული გაქვს, ამის შეგრძნება ეს არის. რა თქმა უნდა ეს არის რაღაც კეკლუცობა და სენტიმენტალური განცდა. ეს არის რეალური შეგრძნება. ამიტომ ღმერთი შენთან თუ არის, მაშინ უკეთესად გრძნობ თავს. შეგრძნება ღმერთი შენთან ყოფნის ეს არის უფაქიზესი გრძნობა, რომელიც გულში იგრძნობა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად გრძნობს, ამაში შტამპი არ არსებობს ამის. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად გრძნობს ღმერთის მასში სიყვარულებრივ ყოფობას. არ ვიცი როგორ, ყველა თავის გულში, სულში, სამშვილდში, გონებაში ჩაიხედოს და იგრძნოს ეს. და როცა ადამიანში ღმერთი არის, და ეხლა კიდევ ეზიარებით ესეც რა თქმა უნდა ამას ნიშნავს. შენც ღმერთში ხარ და ღმერთი შენს მხარეს არის ყოველთვის და შენ კიდე ღმერთის მხარეზე ხარ ამ დროს. ამიტომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს გაძლევს, რაც საჭიროა. შეიძლება ყველაფერს ერთად არ გაძლევს, რაც შენ არ გინდა, ეს არ არის სწორი. ყველაფერს ერთად არ მოგცემს. შენ რო გინდა ყველაფერი ერთად და სწრაფად ეს არის, ეცაც არცანაირი ჭკარი. ყველაფერს მოგცემს. ოღონდ არა ერთად. ყველაფერს, არამედ რაღაცა მიმდევრობა აქვს. ზეცას თავისი მიმდევრობა აქვს. თან მიმდევრობით მოგცემს. მაგრამ ეს თან მიმდევრობა შეუქცევადია. თუ მოგცა, უკან აღარ წაიღებს. ის გაძლევს. და შენ თუ შენ თავს ხელს შეუშვი, ეს სხვა პრობლემაა. ღმერთი რომ გაძლევს, ის შეუქცევადი მიმდევრობით გაძლევს ყველაფერს შენ. რადგანაც უფალს ყველაფერი აქვს, რაც ადამიანს სჭირდება და უფრო მეტის, ვიდრე ბევრად ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი გონება. ამიტომ ისურვეთ ის, რაც თქვენ ნამდვილად სჭირდება. იმიტომ რომ სურვილებმა ასრულება იცის. ყველაფერი ესმის ზეცას. ისურვეთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ მართლაც. ისურვეთ ის, რაც თქვენ გულს უნდა და სულს უნდა და არა რაღაცა გარედან მოხვეულ თქვენთვის უცხო ცივ ვალდებულებებს. ისურვეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თან და თან გსურთ გულით, სიკეთეს გულის, ხო სიკეთო რამე ცუდის გაკეთება შეგვიძლია და ცუდი შეიძლება სულმე მოგივიდეს, ილოცა ცოდილმა მოუნდა ცოდვა და ეს ღვთისნებაა ვიფიქრა. ესე არ მოიქნება ეს. ილოცა განწმენდილი გული და გონებით ადამიანმა და რაც ღვთისნება შემოვიდა, სიკეთე გაიგო და შეიგრძნო და ის აღიქვა და აი ეს არის ღვთისნება. თორე ესე ყველაფერი რაც მოგინდება ღვთისნება კი არ არის. ცოდვა ღვთისნება როგორ იქნება? ამიტომ შეგიძლია რაღაც სიკეთება და გსურს რაღაც სიკეთება. ის რაც შეგიძლია და რისი გაკეთება შეგიძლია, ღმერთს ევედრე რომ ამაში კიდევ ძალა მოგცეს, რომ გზა გაგეხსნას და წინ წახვიდე. ეს გააკეთე. ეს არ არის ადვილი, ძალიან თავისებურია ესეც, არ არის ადვილი. აი ეს ჩვენ ლოცვებს ძალიან დიდი ჩაღრმავება უნდა, იმიტომ რომ ლოცვა ეს არის უდიდესი სულიერი ხელოვნება, უდიდესი. აი ეს ძალიან რთულია. ეს არ არის ესეთი მარტივი საქმე, რომ ღმერთს დაუკავშირდეს. აქ უამრავი თავშეკავებაა საჭირო, ნეგატივისგან განთავისუფლებაა საჭირო. ყოველივე ის რაც გიშლის ხელს, აზრით, სიტყვით, საქმით, ყველაზე ძნელია ამ აზრების მოთოქვა. გბლოკავს, ღმერთთან ვერ მიდიხარ, ვერ უკავშირდები ღმერთს. ვერ შედიხარ ურთიერთობაში ღმერთთან. რატომ? იმიტომ რომ მუდამ რაღაც აზრით გამრუდებული რაღაც აზრები შემოდის, ნეგატიური აზრები შემოდის და ადამიანი ბრკოლდება. ადამიანის მდგომარეობა აქ მიწაზე ეს არის გამოსასწრელი ვადაა ჩვენ სამეცნიერო. ეს გამოსასწრელი ვადა. აბა როგორ განიმართება შენი აზრი, შენი სიტყვა, შენი ქმედება, როგორ განიმართება ეს? ეს არის ვადა. და ამ პერიოდში სანამ ვართ, მოგვიწევს ამ ვადაში საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, პერიოდების გავლა. უდავეს თუ გონია რომ ეს იქნება ადვილი და რაღაცა ესეთი გასაფრთხობის საქმე. არა, ეს ძალიან ძნელია. ამიტომ ყველა ადამიანისთვის საჭირო არის ღმერთთან ახლო ყოფობა, მაგრამ აი ამ ბრძოლებში, ამ გამწმენდელ ტალახში, გამწმენდელ ტკივილებში, აი ამაში გამოიწვია ადამიანი და შედის ღმერთთან ურთიერთობაში. ღმერთთან საუბარი ხდება ლოცვით, გულით და გონებით. მარტო გონებით არა, არც მარტო გულით, ორივეთ. გონებითაც და გულითაც შედის. როგორც
მადლის მიღება დენთის აფეთქებას გავს, ერთ-ერთი ბრძენი ამბობს, როდესაც გარკვეულ მანძილზე შორიდან ვერ ააფეთქებს, ვერ აალებს დენთს. როდესაც გარკვეული დისტანცია კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და ის ალი უკვე კრიტიკულ ტემპერატურას დისტანციურად მიუახლოვდება დენთს, ის აალდება უეცრად. აი ესე არის მადლის მიღებაც. შეუძლებელია ეს ვერ იგრძნო. შეუძლებელი ვერ იგრძნო. ეს როგორც დენთის უცებ აალებას ასეგავს მადლის მიღება. ეს ამას არ არსებობს, ეს ცოცხალმა ადამიანმა ვერ იგრძნოს ეს და ვერც იქაც ესე. მარადიულობაში გრძნობს ადამიანის სული. მაგრამ აქ ჯერ ჩვენ აკავათ, ხო? და მართლა დიდი ხანი გვაცნობ, რომ ჟანგბადი ძელი გამოვიდა თქვენ და ყველა ვიცით მოიხსენია და ასე შემდეგ. ქრისტიანი საერთოდ ყველა ადამიანი არაფერს ჩვენ ყველას ვუწოდოთ და ყველას ვუსურვებთ ღვთისმსხალობას. მაგრამ აი ახლოს მოსვლა მადლისა შენში ამ აფეთქებაზე დენთის აალებას გავს, რომელიც სულ სხვა რაღაცად გარდაქმნის შენ. და უნდა მიხვდე ეს რა. ეს თამაში არა. ეს არის ის ნიშანი, რომ შენ უკვე სასწავლებლის კარებთან ხარ, რომ შენთან არის ღმერთი მოსული. აალდა უკვე შენში სულიერი ძალები. დანარჩენი ყველაფერი ქვა არის, აგურის ნატეხია, რომელსაც უკაკუნებთ რაღაცას, აი უკაკუნო გაგვირე ქვა, ჯოხი, რაღაცას უკაკუნებთ, აი ეს ყველაფერი დანარჩენი ის არის დამხმარე საშუალებები, რომელსაც ვაკაკუნებთ, გაგვიღებთ, საჩვენებელი მიმართულება არის, გზის მაჩვენებელი ნიშანია, ყველაფერი გვეხმარება, ამაში იქით არ წახვიდი, აი ეს არის სიცოცხლის გზა, ის სიკვდილის გზა, ენა ასადმიმავალი გზა, იდენტური იგივე ასადმიმავალი გზა, სამის ხალხნაო დიდებულს. და ეს დანარჩენი ყველაფერი დამხმარე საშუალება. დამხმარე საშუალება, მადლმოსილი დამხმარე საშუალება. რომ გააღვიოს ნაკვერჩხალი შენში. და იქითგან მიიმართოს, სადაც მიგითითებს ის სულიერი საგზაო ნიშანი. ამიტომ მოდით ვეცადოთ რომ უფრო მეტად ამაში გავძლიერდეთ და ვფიქრობ რომ გასასვლელი სასწავლებელისაგან აქვე არის მიწაზე, აქ არის. შენ რო არ გონია იქ არის. სად არის გასასვლელი სასწავლებელში? აი ადამიანზე გადის, შენი მოყვასის სიყვარულზე გადის. სადღაც გადის აქვე აგერ, რომელსაც ჩვენ ვერ ამჩნევ, სიკეთეზე გადის, ვიღაცის გაჭირებულის დახმარებაზე გადის. სადღაც ჩიტი ჭიქჭიქებს და ნაკადულის რაკრაკი ისმის, ისიც ღმერთზე მიგითითებს, ღვთისკნილება, იქაც გადის სასწავლებელისაგან მიმავალი გზა. ხეშრიალებს და ფოთლები შელებს და გრუბლები მოძრაობენ და წვიმას აპირებს და ოზონმა მოიმატა, აქაც გადის სასწავლებლის გზა. და ისიც მის შემოქმედზე მიგითითებს, ამით ჩვენ არ უკვეთავთ, რომ ისე ცხელა, ამომწო ცივა, ამომწო ესეთი ამინდი არ მინდა, ეს დღეს ცხივა, დღეს ცხელა, დღეს ესეთია, დღეს ისა. ამით ჩვენ არ უკვეთავთ, ზეცამ იცის, როდის როგორი უნებას არ აქვს უთი ამინდი, პანდოზაც. ამიტომ ყველგან სასწავლებელისგან გასასვლელი გზები უამრავია. ხოლმე შენი გახსენი გული და აუცილებლად ამ გზას ნახავ. და მოდ ყურადღებით იყავ, მოიცადე, შენი სმენა უნდა იყოს ფაქიზი. და არა ბლადი. უნდა იყოს სმენა ფაქიზი, ყველაფერი უნდა გესმოდეს. როდესაც არავინ არ შეგიშლის ხელს, აი მაშინ გაიგე. სად არის ღმერთის ხმაც გამოარჩევ მაშინ. როცა არავინ არ გიშლის. ამ ხმაურში, ამ აღრეულობაში, ამ ყველასაც ის გათვალისწინება, ამდენი სულიერი ხმაური, სულიერი ტოქსინები, თვითინტოქსიკაციას ვეძახ კიდე ამას. შენი ნეგატიური აზრები, ხელის ჩაქნევა, ცოდები რა არის, სამი ცოდებია. თვისინავი, მოყვასინავი საკუთარი თავის წინავე. თვითინტოქსიკაციას ვექვემდებარებით ხოლმე, როცა თვით მოშხამვა ხდება ადამიანის, რომ შენ თავს წამლავ, შენ თავს შხამავ, რომ თვით ბადებს შენში სხამს. ემბრიონალურ რაღაცა, რომელიც ვერ ერთი არ მიდის, ეს შენში არის, თუმცა ჯდება ეს და ეს ყველაფერი რაც შენ ეს მუშაობს, ტრიალებს და გენერირებს მე ამ ნეგატივს, რატო ისთვის? გაუშვეს, მოიცადე, შეხედე, მოისმინე, რაც გეუბნება, ზეცა რაც გესახარება, რაც გეუბნება, ქრისტე რაც გეუბნება. როცა არავინ არ შეგისმის გარშემო, აი მაშინ კარგად დაუგდე ხური, მაშინ გაიგებ ღვთის ხმას და ის გეუბნება იმასაც სახარება გეუბნება. ეძიებდა პირველ რიგში სასწაულს, საფასა და სიმართლეს სამისა. ორი ჩვენი ასობისა და ასე მამაუჩვენო მოისმინე, აი როგორ თელესახარები მამაუჩვენოში. არავინ გარშემო რო არ არის, აი მაშინ მოგეცემა და მიხვდები. ზეცასად არის, მიწასად არის.
ხესადარი, ალაისადარი. ყველაფერი ისეთივე იქნება, ოღონდ ცოტა სხვანაირი. ამას შენი გული და სული შეიცნობს. ეს როდესაც შენი ეს დენთი აალდება, თის მადლით მოსული დენთი, შენში მყოფი ეს ხატება აალდება და მსგავსებად გარდაიქცევა. მოკლედ გლოცავ ყველას სიყვარულში გაძლიერთ, გაიხარეთ და ეს ყველაფერი ერთადერთ ცალ-ცალკე მინდა გისურვოთ. მადლი ჩვენს ეს ქრისტეს ეკეთებათ ყოველთა თანა.